თბილისში კი ევროპული სკოლის სატელევიზიო ბაზაზე რამდენიმე წლის წინ საბავშვო ფილმების ფესტივალი ოქროს პეპელა დაფუძნდა. ფესტივალი წელსაც იმართება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს და ჩვენი სტუმრები იქნებიან ფესტივალის დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი, ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დოლიძე და კონკურსის მონაწილე ნინო სიჭინავა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ეს ვიტყვი რომ მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და ვისაუბროთ ჩვენ მაყურებელს კარგად დავუხსნათ ამ ფესტივალის შესახებ. როდის დაფუძნდა, რატო წამოვიდა ამ ფესტივალის დაფუძნების იდეა და ასე შემდეგ. ახლა თქვენ ბრძანეთ ახლა რომ ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია არსებობს ესეთი. ეს ფაქტურად ერთადერთი სტუდია საქართველოში და ვფიქრობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც არ არის ბევრი ასეთი საბავშვო სტუდია, რომელიც არის საკაბელო ქსელზე აწყობილი მთელი ევროპული სკოლის მასშტაბით 120 მონიტორი გვაქვს და ყველა კლასში, ყველა დერეფანში თუ იმ ადგილებში, სადაც თავს იყრიან ბავშვები, უყურებენ სატელევიზიო გადაცემებს უშუალოდ ბავშვების მომზადებულს. ჩვენ ვასწავლით ამ სტუდიაში გადაღებას, მონტაჟს, ზოგიერთს აინტერესებს წამყვანობა, კორესპონდენტობა და ასე შემდეგ. მოკლედ, გვაქვს საეთერო ბადეც კი შექმნილი, როგორც სრულყოფილ ტელევიზიაში. ეს არის მცირე ლაბორატორია ბავშვებისთვის, სადაც იწყებენ ნოლიდან და მერე პროფესიონალობამდე ცოტა აკლიათ, მოკლედ ასე ვთქვათ. მაგრამ ეხლა რაც შეეხება კინოფესტივალს. კინოფესტივალის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ესე იგი 2007-ში დაფუძნდა ეს სკოლა. და შემდეგ 2 წლის შემდეგ იმდენი მასალა დაგვიგროვდა პატარა ფილმების სახით, სიუჟეტების სახით, რომ უკვე სურვილი გაჩნდა იმისი, რომ რაღაც ფორუმი შექმნილიყო ბავშვებისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები, ნიჭი, უნარი გამოევლინათ საზოგადოების წინაშე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვა სკოლებისთვის რესპუბლიკის მასშტაბით, ასევე ჩვენ თვითონაც გადავწყვიტეთ, რომ გვეპოვნა მსგავსი ტიპის ფესტივალი ევროპაში და ასეთი არსებობს, ქვია მას ევროპის მოსწავლეთა ფილმების ფესტივალი, რომელიც შვეიცარიაშია დაფუძნებული და აერთიანებს AIB-ის სკოლების მოსწავლეებს და არა მარტო, რადგანაც ჩვენი სკოლა AIB-ის სკოლა გახლავთ, ჩვენთან სწავლა როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად მიმდინარეობს და ვიყავით წასულები შვეიცარიაში, მივიღეთ მონაწილეობა, მივიღეთ დიდი გამოცდილება. ეს არის ფესტივალი, სადაც არა მარტო კონკურსი ტარდება ბავშვებისთვის, არამედ ბავშვებს აქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ დამატებით შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები კინოს კუთხით, ასევე მასტერ-კლასებს დაესწრონ სხვადასხვა ცნობილი რეჟისორები, მსახიობების და ასე შემდეგ. ჩვენი ფილმიც ჰქონდა წაღებული და მივიღეთ განსაკუთრებულად აღიარება, ასე ვთქვათ, და ჩვენმა მოსწავლემ ბიჭის როლის შესრულებისთვის მიიღო პრიზი. ესეც ერთ-ერთი წარმატება იყო. პრიზი ეს არის, ხო თქვენ? ეს არის ჩვენი გრან-პრი. მოდი, ან იცი რა, თან შარშანდელ გამარჯვებულსაც ვკითხოთ, რამოდენ იცი რა. ოქროს პეპელა. ხო, სახელი შემახსენეთ? ნინო სიჭინავა. ნინო. იცი რა მაინტერესებს, რა თემაზე გქონდა ფილმი გადაღებული? შარშანდელი ფილმი იყო კომედიური. დიახ, იყო საბავშვო ფილმი, პატარა ბავშვები მონაწილეობდნენ და მან მოხდა ისე, რომ თასი დაიკარგა ეს თასი დაიკარგა და გაიბნა. და ბავშვებმა ეძებდნენ და არავინ არ იცოდა სად იყო და ყველა თავის ვერსიას ის რა მაინტერესებს, არ იყო მოთხოვნა, ვთქვათ, რაიმე ესეთი სერიოზული კამერით უნდა ყოფილიყო ეს გადაღებული, ან პროფესიონალი მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ შენ ფილმში, თუ როგორი მოთხოვნა იყო საერთოდ? არა, არანაირი მოთხოვნა ამდაგვარი არ იყო, იმიტომ რომ ეს ფესტივალი თვითონ ისეთია, რომ გაძლევს საშუალებას, რომ ჩვეულებრივი კამერითაც გადაიღო კარგი ფილმი და თუ იდეა კარგია, მაშინ შეგიძლია თავისუფლად გაიმარჯვო. ბატონო ზვია, და ჟანრობრივად და თემატურად თუ არის შეზღუდული ეს ფესტივალი? და რამე კრიტერიუმებს თუ უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა? არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს. კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ ეს არის საბავშვო ფილმების ფესტივალი, ფილმებისა, რომლებსაც აკეთებენ ბავშვები. აქ არ არის ლაპარაკი მაგალითად ისეთ საბავშვო ფილმებზე, რომლებსაც ამზადებენ პროფესიონალები, რეჟისორები, პროდიუსერები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ევროპის მასშტაბითაც და მსოფლიო მასშტაბითაც არსებობს საერთოდ საბავშვო ფილმების ფესტივალები, სადაც უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილი არის პროფესიონალების მიერ გაკეთებული პროდუქცია.
აი ეს ფესტივალი განსხვავდება იმით, რომ სკოლის ასაკის ბავშვები ღებულობენ მხოლოდ მონაწილეობას. ამიტომაც აქ არანაირ პროფესიონალიზმზე საუბარი არ არის. ეს მათი ხალასი ნიჭი, მათი სილაღე, ეს ყველაფერი უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას შეუძლია აიღოს კამერა, მოიფიქროს რაიმე სიუჟეტი და გადაიღოს შემდეგ ეს. აი ეს ფასდება და რაც შეეხება ჟანრობრივ დაყოფას, ესეთი რამე არ არის, იმიტომ რომ ახლა ჩვენ არა ვართ ისეთ გაქანებაზე გასულები რომ რაღაცა ბატონო ზიად ძალიან საინტერესოა იცი რა მაინტერესებს აი იმ შემთხვევაში თუ თქვენ ერთ-ერთ ფესტივალს გამარჯვებულში ხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს რომ მას აქვს შანსი შემდგომში გადაიღოს ძალიან კარგი ფილმი აი რითი ხო ეხმარებით რაიმე თქვა მასტერ კლასებს უტარებთ ვინ არიან თქვენ გვერდზე ეს ადამიანები თუნდაც ვინ აფასებენ ამ ფილმებს აი ეს მეც მაინტერესებს ვისთან მოუწევთ ამ ადამიანებს შეხვედრა პირველ რიგში გეტყვით რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ეროვნულ კინოცენტრთან ძალიან გვეხმარებიან მასტერ კლასების და ვორქშოპების ჩატარებაში და ასევე ჟიურის შერჩევაში და ჩვენს გვერდით არიან ნამდვილი პროფესიონალები მარტო ის რა დღის რომ ბოლო 2 წელიწადია ასე თქვა ჩვენ ფესტივალს კურირებს ბატონი რეზო ჩხეიძე და წელს ვფიქრობთ რომ ბატონი რეზოს სახელობის პრიზით დავაწესოთ ალბათ ძალიან ნიშანდობლივიც იქნება ეს და სიმბოლურის და ძალიან კარგის რეჟისურის საუკეთესო რეჟისურისთვის ბატონი რეზოს პრიზი გვინდა დავაწესოთ ესეთი და იმედია ბატონი რეზო წელსაც ჩვენს გვერდით იქნება ასევე გვინდა ის გამოცდილი ადამიანები ვინც უკვე პროფესიონალები არიან მოვიწვიოთ და ბავშვებს აუხსნან ის კინოტექნოლოგიები თქვათ რაც ამ ბოლო დროს უკვე შემოვიდა და მათი გამოყენებაც უკვე შესაძლებელი იქნება მომავალი მათი პროფესიონალიზმისათვის თქვენ ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ პროფესიონალები არ მონაწილეობენ ხო ამაში ანუ არ იღებენ პროფესიონალები ფილმებს პროფესიონალი ბავშვები გინახავთ თქვენ ხო თავისთავად ანუ მაგას გულისხმობ რომ არ არიან პროფესიონალები და მაინტერესებს კრიტერიუმი რატომაც კინოზე ვარ დიახ ну თავისთავად მაგიტომაც მოგიწვიეთ რომ ვიცით რომ პროფესიონალები არ იღებენ მონაწილეობას. მაინტერესებს კრიტერიუმები განსაკუთრებით რითი აფასებთ ამ არაპროფესიონალ მოყვარულ რეჟისორებს. ყველაზე მთავარი რაც არის იდეა და ის ფორმა და აზროვნება ბავშვის, აი როგორ მოიტანა ეს მისი ნააზრევი, ფურცელზე როგორ გადაიტანა. ახლა მაგალითად ნინოს შემთხვევაში ნინო ალბათ გამონაკლისია, თვითონ წერს მუსიკას ფილმისთვის. ანუ კომპოზიტორიც თვითონ არის. თვითონ წერს სცენარს. ნუ ალბათ ეხმარებიან კიდე მეგობრების, მაგრამ ეს განსაკუთრებული ნიჭია და ასეთი ბავშვების აღმოჩენას ვაპირებთ ჩვენ. თვითონ შეუძლია აი რომ ვიტყვიან კადრირების გაკეთება დაალაგოს პირველ კადრში რა უნდა გადაიღოს მეორეში, მესამეში და ასე შემდეგ. უკვე რაღაც გამოცდილება ამას შეძენილი აქვს. ჩვენც ჩვენი სტუდიის ბაზაც ეხმარება ბავშვებს თუ მაგალითად ვინმეს იდეა აქვს კარგი შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ჩვენი ტექნიკა რაც გვაძლევს საშუალებას ჩვენ არა გვაქვს ახლა უმაღლესი ხარისხის ტექნიკა სამონტაჟო შეიძლება ჩვენი კამერა შეუძლია გამოიყენოს. ანუ არ არის აუცილებელი რომ ევროპულ სკოლაში სწავლობდეს ბავშვი. არ არის აუცილებელი. ნებისმიერ შეუძლია. წელს უკვე ეს ფესტივალი გახდა, წელს კი უფრო შარშან გახდა უკვე საერთაშორისო მასშტაბის ჩვენი ფესტივალი გაწევრიანდა ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციაში. რაც გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ ინფორმაცია ჩვენი ფესტივალის შესახებ გაიგოს ევროპის ნებისმიერმა ბავშვმა, იმიტომ რომ მაგათ აქვს თავიანთი საიტი და საფესტივალო კალენდარში უკვე ზის საქართველო ესეთი წარწერით ევროპული სკოლა ოქროს პეპელა. და იქ არის მთელი ინფორმაცია, დეტალები შეუძლიათ შევიდნენ და გაიგონ და უკვე გვიკავშირდებიან. დაახლოებით ახლა 10-15 ფილმზე განაცხადი უკვე შემოსული არის უცხოეთიდან. ძალიან მიხარია. თქვენ რომ ბძანეთ ახლა კრიტერიუმები კიდევ გარდა ამისა, ამ ფესტივალს ყავს ჟიური. ჟიურის რაოდენობა განისაზღვრება 4-5 ადამიანი და აქ იგულისხმება მაგალითად არა მარტო კინომცოდნე, არამედ ერთი კინორეჟისორი, ერთი ოპერატორი და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც შეაფასებენ თავთავიანთი შეხედულებისამებრ ამა თუ იმ ფილმს და ეს ყველაფერი მერე ჯამდება და ჩვენ შევეცდებით რომ თუ სპონსორთა რიცხვი გაგვეზარდა, შევეცდებით რომ არც ერთი ბავშვი არ დავტოვოთ პრიზის გარეშე. აჰა, ანუ ნომინაციები იქნება. განსაკუთრებული. ეს ძალიან საინტერესოა, ანუ სხვათა შორის თქვენ გეცოდეთ პიონერ ფილმს ქონდა საბავშვო ფესტივალი და ოღონდ ისინი იღებდნენ ფირზე ამ ყველაფერს, ამ საბავშვო ფილმებს და მე მაინც გონია რომ ფირზე ამის გამჟღავნება, მონტაჟი, თვითონ ფირის არა, ახლა ფირი უკვე
აღარ და არის. ის რა არის, ხო, ცოტა გაადვილებულია ეს ყველაფერი და მე იცი რა მაინტერესებს. თქვა თქვენ ფესტივალს ქონია თუ არა პრაქტიკაში, რაიმე თემატიკაზე რომ თქვა დავალება მიგიციათ და რაიმე თემაზე უნდა გადაიღონ ფილმი, ასეთ სიტუაციაზე. არა, ასეთი არ ყოფილა და სპეციალურად ჩვენ არ ვცდილობთ რომ შევზღუდოთ ბავშვები და რაღაც ეს არ იქნება შეზღუდვა, დავალების მიცემა, მე მგონი შეზღუდვას არ ნიშნავს. არა, დავალების მიცემა ამ შემთხვევაში თქვენ რასაც ბრძანებთ, გასაგებია რომ შეიძლება იყოს რაღაცა ფესტივალის დევიზი და იმ დევიზის მიხედვით გააკეთონ. კი, როგორ არ შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ამ დონემდე ვერ არის საქმე. როდის თარდება მაშინ ფესტივალი ის გითხარით, როდის იქნება, როდის არის კიდევ ფილმების მიღება, სადამდე ბოლოვა და დედლაინი გვაქვს 15 მაისს, ანუ 15 მაისს 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით ბავშვებს შეუძლიათ განაცხადები შემოიტანონ. ეს ინფორმაცია უკვე დევს ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზე, ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი ვებგვერდი goldenbutterfly.org ესეთი საიტი არსებობს, ასევე Facebook-ზეც არის ოქროს პეპელა და იქაც დევს ეს ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები, წარმატებებს გისურვებ, მივესალმები ამ წამოწყებას რომ ბავშვები იქნებიან დაკავებულები ესეთი საქმიანობით და არა რაიმე სხვა. მოდი ჩვენ მაყურებელს უთხრათ, თუ თქვენი შვილი დადის სახლში კამერით და თქვენ გონიათ რომ მან შეიძლება რომ კარგი ფილმი გადაიღოს, მიმართეთ ამ ადამიანებს და შეიძლება აი ესეთი პრიზი თქვენ სახლშიც ეხილოთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა.